ფონდ ქართული გალობისა და ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ერთობლივ გამოცემათა სერიის ქართული სიმღერის მოამაგის ფარგლებში ახალი წიგნი გამოიცა. მონოგრაფია სახელწოდებით მიხეილ მცურავიშვილი, საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ლოტბარისა და მომღერლის შესახებ გვიამბობს. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა მონოგრაფიის ავტორი, ეთნომუსიკოლოგი მაკა ხარციანი. მოგესალმებით, ქალბატონო მაკა, მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. დილამშვიდობისა, გილოცავთ დღევანდელ დღეს და როგორც ყოველთვის ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ჩემი საქმიანობით დაინტერესებისთვის. თქვენს გილოცავთ დღევანდელ დღეს, კიდევ ერთხელ მადლობა მოგზაურობისთვის. მიხეილ მცურავიშვილს, ცნობილ ლოტბარს, ქართული სიმღერის დიდ მოამაგეს ეძღვნება მონოგრაფია, რომლის ავტორიც თქვენ ბრძანდებით და რომელზეც უნდა ვისაუბროთ. რა შეიტყობს მკითხველი და დაინტერესებული ადამიანი მიხეილ მცურავიშვილის შესახებ ახალს და რა იყო თქვენი მიზანი, როდესაც ამ მონოგრაფიაზე მუშაობთ? პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ფონდ ქართულ გალობას და მიხარია რომ მემერგო პატივი მიხეილ მცურავიშვილის შესახებ მონოგრაფია დამეწერა, რადგან ბატონ მიხეილთან განსაკუთრებით თბილი ურთიერთობა მაქვს, სტუდენტობის წლებიდან ვიცნობ მას, მის შვილებს და ბატონი მიხეილის შემოქმედება ყოველთვის ძალიან საინტერესო და აღმაფრთოვანებელი იყო ჩემთვის და ძალიან გამიხარდა, როცა შემომთავაზეს მის მონოგრაფიაზე მუშაობა. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ბატონი მიხეილი არის ძალიან საინტერესო რესპონდენტი. ის არის საოცრად განათლებული, ძალიან ინტელიგენტი, არაჩვეულებრივი მოსაუბრე, ფენომენალური მეხსიერების პატრონი, რომელსაც ყველა დეტალი იმდენად ზუსტად ახსოვდა, რომ ბევრი შეხვედრა არც კი დაგჭირვებია მონოგრაფიისთვის მასალის მოგროვების პერიოდში და ბატონი მიხეილი არის ძალიან ღვაწლმოსილი, აბსოლუტურად შეესაბამება მას ის სტატუსი, რომელიც მას აქვს, ნამდვილად ქართული სიმღერის მოამაგეა და მინდა ვთქვა, რომ 2015 წელს ფონდმა ქართულმა გალობამ ის დააჯილდოვა და აღიარა ერთ-ერთ ძალიან სახელგანთქმულ ლოტბარად და ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა ის აი ამ არაჩვეულებრივი სიგელით, როგორც ღვაწლმოსილი ლოტბარი. ბატონი მიხეილის თავად ესწრებოდა, როგორც ვიცით, 23 მაისს გაიმართა პრეზენტაცია, სწორედ ამ მონოგრაფიის და თქვენ ბრძანეთ, რომ მას არაჩვეულებრივი მეხსიერება აქვს და ვიცით, რომ აი ამ პრეზენტაციაზეც მოგონებები გაუზიარა დამსწრე აუდიტორიას, ძალიან საინტერესო. აი ამ მონოგრაფიის მხოლოდ სარჩევითაც კი მკითხველი მიხვდება, რამდენად მრავალფეროვანი, მრავალმხრივი და საინტერესო იყო ბატონი მიხეილის მოღვაწეობა. ის იყო პირველ რიგში ანსამბლ გორდელას, ცნობილი ანსამბლ გორდელას სოლისტი, რომლითაც ის ძალიან ამაყობს და სამართლიანადაც. ბატონ მიხეილს შექმნილი აქვს არაერთი გუნდი და ანსამბლი, სადაც კი ხელი მიუწვდა ყველგან ქმნიდა ანსამბლებს და გუნდებს. ის ძალიან ამაყობს და ამბობს, რომ მას ძალიან ბევრი რამ შესწინა სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს რუსეთში მოიხადა მან სამხედრო სამსახური ცნობილი ალექსანდროვის სახელობის ანსამბლში სიმღერამ, სადაც ის იყო ტენორი, ის არაჩვეულებრივი ხმის პატრონია, მას აქვს განსაკუთრებული ხმის ტემბრი, უზარმაზარი დიაპაზონი და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მელიზმები, რომლებიც ფაქტობრივად განუმეორებელია და ბატონი მიხეილის ნამღერი არავის ნამღერში არ შეეშლება მსმენელს, რომელიც ერთხელ მაინც მოусმენს მის ნამღერს. უნდა ითქვას კიდევ ისიც, რომ ბატონი მიხეილი ერთნაირად წარმატებით მოღვაწეობდა როგორც გლეხური ფოლკლორის პოპულარიზაციაში, ისე ქალაქური სიმღერების, ისე ბაიათების სიმღერაში. ის არის ერთ-ერთი პირველი მომღერალი, რომელმაც ბაიათი შეასრულა, ქართველი მომღერალი და ცნობილი გლახო ზახაროვი, რომელიც ბაიათების ცნობილი შემსრულებელი იყო, მის შესრულებას უმაღლეს შეფასებას ანიჭებდა. ქართველებიდან მასზე უკეთესად ბაიათი ვერავინ ვერ იმღერაო და ასევე ბატონი მიხეილი მეგობრობდა და თანამშრომლობდა ცნობილ ქართველ კომპოზიტორებთან, განსაკუთრებით
არჩილ ჩიმაკაძესთან, რომლის არაერთი სიმღერა შეასრულა და როგორც ამბობენ, განსაკუთრებით ანა ნურციხევნაგებო არის ძალიან ცნობილი მისი სიმღერა, რომელზეც როგორც ამბობენ, ბატონი მიხეილის მერე ვერავინ გაიმეორა ეს სიმღერა. ბატონი მიხეილის შესრულებული სიმღერები თან ახლავს რა მოცემას? დიახ, გამოცემას ახლავს 2 კომპაქტ დისკი, რომელზეც ფაქტობრივად მისი ყველა რჩეული სიმღერა არის შესული, ის თავად მონაწილეობდა ამ სიმღერების შერჩევაში. უნდა ვთქვა, რომ 2017 წელს გამოიცა ბატონი მიხეილის აუდიო ალბომი, მას ქვია ჩემი სიმღერა და იმ ალბომში შესულია ფაქტობრივად მისი ყველა ცნობილი სიმღერა, მაგრამ მას გარკვეული გულისწყეთა ჰქონდა რამდენიმე ნიმუშზე, რომელიც არ შევიდა იმ ალბომში და მე ყველანაირად შევეცადე მომეპოვებინა ეს სიმღერები და აი ამ 2 კომპაქტ დისკში მსმენელი მოისმენს ბატონი მიხეილის ნამღერს. უნდა ვთქვა კიდევ ერთი რამ, ბატონი მიხეილის უზარმაზარი დამსახურება გორის ვაჟთა გუნდის წინაშე. ის არის ფაქტობრივად იმ ძველი გორის გუნდის მემკვიდრე, რომელიც შეიქმნა 40-იან წლებში 1975 წელს ბატონი მიხეილი ჩაუდგა გორის ვაჟთა გუნდს სათავეში და ის დღემდე აგრძელებს კონსულტაციებს უწევს ამ ვაჟთა გუნდს და მიუხედავად იმისა, რომ ბატონი მიხეილი უკვე 80 წელს გადაცილებულია, მისი შემართება, მისი სიმხნევე არის აბსოლუტურად შესაშური. ის ამჟამად მეჯვრისხევში არის, იქ არის მისი მშობლიური სოფელი, მისი მშობლიური სახლი და ის ამჟამად უვლის თავის სახლს, კარმიდამოს, ხეხილს და მასთან სტუმრობა ერთი დიდი სიამოვნებაა. ანუ დღემდე ის არის ძალიან აქტიური და აი ამ საქმიანობას, თავის პროფესიულ საქმიანობას უთავსებს. აუცილებლად უნდა გითხოთ ქალბატონო, მაგრამ აი გამოცემის შინაარსში, სარჩევში, სულ ბოლოში ჩანს ინგლისური სათაურები, აი ამის შესახებაც რომ გითხრათ, კონკრეტულად რა მიმართულებაზეა საუბარი. უბრალოდ არის შეჯამება, რეზუმირებული არის ეს წიგნი ინგლისურ ენაზე და არის ყველა იმ ბატონი მიხეილის ყველა რადიო გადაცემის, ყველა სატელევიზიო გადაცემის და ზოგადად კი ბმულები არის მითითებული, სადაც მკითხველს შეუძლია გაეცნოს მის შემოქმედებას. ანუ უცხოენოვანი მკითხველისთვისაც უცხოენოვანი მკითხველისთვისაც კი ბატონო, თავიდან ბოლომდე არა, მაგრამ რეზუმე არის ნათარგმნი. ქალბატონო, ძალიან საინტერესო ჩაიარა პრეზენტაცია, ეს ვიცით და ეს არ მოგიყოლიათ რამდენიმე სიტყვით რომ გაგვიზიაროთ ჩვენს მაყურებელსაც, ვიცით რომ აუდიო და ვიდეო ჩანაწერებიც იყო შესაძლებელი მოესმინათ, ენახათ დამსწრე საზოგადოებას. პრეზენტაცია იყო ძალიან საინტერესო. ბატონი მიხეილი, აქვე უნდა ვთქვა, რომ ბატონი მიხეილი თავიდან თითქოს წინააღმდეგიც კი იყო ამ პრეზენტაციის. ის ამბობდა, რომ მისი თაობის ფაქტობრივად აღარავინ დარჩა ცოცხალი და ამიტომ ახალგაზრდებმა კი მისი შემოქმედება არ იციან. ამაზე გულდაწყვეტით ამბობდა და მე მინდოდა, არა, მე მინდოდა რომ მას დაენახა, რომ ახალგაზრდებს აინტერესებთ მისი შემოქმედება. ჩემმა სტუდენტებმა, რომლებიც მოგეხსენებათ პრეზენტაცია გაიმართა გეორგი მთაწმიდელის სახელობის უნივერსიტეტში და ჩემმა სტუდენტებმა, რომლებიც არ იცნობდნენ მის შემოქმედებას, რომ მოისმინეს იქ მართლაც გაჟღერდა აი ამ აუდიო დისკებიდან მისი მრავალფეროვანი შემოქმედების ნიმუშები. ქალაქური სიმღერაც იყო, საკომპოზიტოროც, გლეხური, მისი არაჩვეულებრივად ნამღერი თემურ ქევხიშვილთან ერთად ნამღერი ზამთარი, ასევე ილია კაპანაძესთან ერთად ნამღერი ბერიკაცი და ასე შემდეგ სიმღერები, შედევრები ფაქტობრივად, რომლებიც განუმეორებელია. ჩემმა სტუდენტებმა მითხრეს, ეს ვინ გავიცანითო და ყველა დაინტერესდა, ისინი უკვე გაეცნენ ამ მონოგრაფიასაც და მათთვის ეს იყო ძალიან საინტერესო და მე ვფიქრობ, რომ ბატონი მიხეილის კვალი, ბატონი მიხეილის ღვაწლი არის მართლაც შეუფასებელი და ახალგაზრდები ძალიან კარგად მიხვდებიან განსაკუთრებით ამ მონოგრაფიის წაკითხვის და მასთან თანდართული აუდიო ალბომების მოსმენის შემდეგ თუ რასთან აქვს საქმე, თუ რამდენად დიდია ბატონი მიხეილის დამსახურება და რამდენად მრავალფეროვანი და მრავალმხრივი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც უყვარს ქართული სიმღერა. და რომელიც 6 წელზე მეტია უკვე ემსახურება ქართულ სიმღერას. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ჩვენთან მოგზაურობისთვის. ამ საინტერესო მონოგრაფიისთვის, საინტერესო საუბრისთვის. მონოგრაფიის ავტორი ეთნომუსიკოლოგი მაკა ხარძიანი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.